დღეს 25 თებერვალია და ზუსტად 104 წლის წინ საქართველოს ისტორიისთვის ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედია მოხდა. ბოლშევიკების მე-11 წითელმა არმიამ გატეხა საქართველოს პირველი რესპუბლიკის წინააღმდეგობა, დახოცა უამრავი იუნკერი და სისხლში ჩაახშო ქვეყნის დამოუკიდებლობა. 25 თებერვალს სერგო ორჯონიკიძემ ვლადიმერ ლენის დეპეშით ამცნო, რომ თბილისის თავზე საბჭოთა დროშა ფრიალებსო და ამას მოყვა 70 წლიანი ოკუპაცია. აი ამ ადგილებში არაერთი სამხედრო პოზიცია, სადაც გმირულად იბრძოდნენ და გმირულად დაეცნენ იუნკრები. მოდით მოკლედ გავიხსენოთ ის დღეები. თბილისთან ბრძოლა 18 თებერვალს დაიწყო სოღანლუღის ფრონტის მონაკვეთზე. ქართველებმა პირველ სერიოზულ წარმატებას აქ მიაღწიეს. მარცხის მიუხედავად, რუსებმა დაუყოვნებლივ შეცვალეს შეტევის მიმართულება და ტაბახმელაზე მიიტანეს იერიში. ბოლშევიკებმა სამხედრო სკოლის წინააღმდეგობა ვერ გატეხეს. სამხედრო სკოლის შემადგენლობაში შედიოდა 160 იუნკერი. 4 ზარბაზნითა და 6 ტყვიამფრქვევით შეიარაღებული. მაგრამ რადგან წითელი არმია რიცხობრივ უპირატესობას ფლობდა, ფრონტის ხაზი გაგრძელდა და წითელმა არმიამ იუნკერთა პოზიციებს ფლანგიდან მოუარა. ბოლშევიკები თითქმის დაუცველ კოჯორში შეიჭრნენ და ზურგიდან დაემუქრნენ იუნკერთა პოზიციებს. იუნკრების ერთმა ნაწილმა კონტრშეტევით მოწინააღმდეგე შეაჩერა. 20 თებერვალს არმიისა და გვარდიის ნაწილების საერთო შეტევით ქართველებმა კოჯორი დაიბრუნეს და ფრონტის ხაზის მთლიანობა აღადგინეს. 20 და 23 თებერვლის განმავლობაში სამხედრო სკოლის მებრძოლები ურყევად იდგნენ თავიანთ პოზიციებზე. 24 თებერვალს დამხმარე ნაწილებით გაძლიერებული მე-11 არმია ფრონტის ყველა უბანზე გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდა. ბაქოდან გადმოყვანილი წითელი არმიის ნაწილები დარჩენილ იუნკრებს ტაბახმელაში დაუპირისპირდნენ. რუსებმა ფრონტის ხაზი გაარღვიეს. გიორგი კვინიტაძე მოგონებების წიგნში წერს, რომ 24 თებერვალს დღის 3 საათზე მოწინააღმდეგე ზურგში გამოჩნდა, ავჭალაში და რომ მათ დაიკავეს მიმდებარე სოფლები. გიორგი კვინიტაძე ასევე შიშობდა, რომ მტერი თბილისის სრული ალყისთვის იბრძოდა და მიზნად ჰქონდა მთელი ქართული ჯარისა და მთავრობის დატყვევება. 1921 წლის 24 თებერვალს მძიმე და უთანასწორო ბრძოლების შემდეგ საქართველოს სარდლობა იღებს თბილისის ევაკუაციის გადაწყვეტილებას. 25 თებერვალს წითელი არმია თბილისში შემოვიდა. ჩვენ ახლა გადმოვინაცვლეთ ტაბახმელაში ერთ-ერთ საბრძოლო პოზიციაზე, სადაც აქტიური დაპირისპირება მიმდინარეობდა. საუბარს განვაგრძობთ სტუმრებთან ერთად. ჩვენი სტუმრები არიან მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონის დამფუძნებლები პაატა გიგაური და გაგი ნარტყოშვილი. მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. პაატა, დავიწყოთ საუბრით, რა ადგილას ვიმყოფებით ახლა და რა ტიპის საბრძოლო დაპირისპირებები იყო და როდის აი ამ ადგილებში? ჩვენ ახლა ვიმყოფებით თბილისის დაცვის უბნიდან ერთ-ერთზე, კერძოდ ანდრონიკაშვილის საბრძოლო უბანზე, რომელიც იწყებოდა კოჯორში და მთავრდებოდა ტრიგონომეტრიული პუნქტიდან შავნაბადის მიმართულებით და კონკრეტულად ეს ადგილია ცენტრალური პოზიცია, საიდანაც ძალიან კარგად ჩანს, სად იყო განლაგებული მოწინააღმდეგე და საკვანძო პუნქტზე ვიმყოფებით ახლა. აქ საბრძოლო მოქმედებები დაიწყო 19-ში, მოწინააღმდეგემ საარტილერიო ცეცხლი გახსნა და ყველაზე დაძაბული შეტაკება იყო 24-ში, როდესაც მოწინააღმდეგემ შეძლო ამ პოზიციის აღება და რასაც მოყვა მერე ხელჩართული ბრძოლა იუნკრებთან და საბოლოოდ ეს პოზიციები დავიბრუნეთ. ნახოთ ხო სანგრები რა ადგილას არის ეს და თან გითხარით რა შეიარაღებით ხდებოდა აქ გამაგრება ამ სანგრების. ვადა რომ უგვიყვე. ესე იგი, ძირითადად აქ 2017 წელს გაითხარა მაზნიაშვილის ლეგიონმა არქეოლოგიურად დაამუშავა ეს ადგილი. და აღმოჩნდა ორი ტიპის კალიბრის ვაზნები, რუსული და ბრიტანული, თანაბარი რაოდენობით. ძირითადად შეტაკება მიდიოდა ცეცხლსროლი მსუბუქი იარაღით, შაშხანებით და ტყვიამფრქვევების გამოყენებით. ასევე არის ნაპოვნი ძალიან ბევრი საარტილერიო ჭურვის ნამსხვრევი. ძირითადად კონტაქტური ბრძოლა რაც შეეხება აქ იყო 24-ში. ეს იყო ერთ-ერთი ბოლო ბრძოლა გადამწყვეტი ბრძოლა, სადაც შევძელით პოზიციების დაბრუნება და ფრონტის ხაზის გასწორება. გაგი, მინდა ახლა შენ კითხო, ეს როდინდელი სანგრები არის და
რა ტიპის დანაყოფები იყვნენ აქ განლაგებული 21 წელს? ეს ჯერ კიდევ გაითხარა რამდენიმე წლით ადრე 14-15 წლებში ოსმალეთთან ბრძოლის წინ. მოწინააღმდეგე აი ქვევიდან უტევდა ამ სანგარს, მაშინ როგორც აღწერებიდან არის სურათი რო აღვადგინოთ, პლუს ამ ყველაფერს თოვლს და ასე შემდეგ ახლდა ნისლი და უკვე ისე შეძლეს მოახლოვება მეოთხე სანგრამდე, რომ ფაქტიურად ვერ შეამჩნიეს, ანუ მოიპარათ რა ასე ვთქვათ რუსები, წითლები და შემდეგ გაიმართა ძალიან ისეთი ძლიერი ხელჩართული ბრძოლა. აი პაატამ ახსენა ხელჩართული ბრძოლა და შენც იგივე გაიმეორე. მაყურებელს რო აუხსნათ რა ტიპის ბრძოლაზეა საუბარი, იმიტომ რომ კი მართალი აქ ცეცხლსორილი არაღიც მონაწილეობდა რაღაც, მაგრამ აი თვითონ სპეციფიკიდან გამომდინარე, როგორი სიმძიმის შეიარაღებული კონფლიქტი იყო აქ? ადგილზე სანგრის როდესაც ჩვენი ორგანიზაციამ გათხარა 2017 წელს საქაურობა, იქიდან აღმოჩენილი არტეფაქტები შეგვიძლია დავასკვნოთ, რომ აქედან გაისწორეთ საკმაოდ დიდი რაოდენობის ტყვია-წამალი, რადგან იყო დაგროვებული რაღაც გარკვეული უბნები იყო, სადაც თქვათ შეკუჩებული იყო ეს ვაზნები და გილზები, მათ შორის ბევრი იყო გაუსროლელი, იმიტომ რომ სავარაუდოდ მყუნათ ბევრჯერ და ასევე ნაპოვნი გქონდა ღილები, ანუ მიუთითებს, რომ რაღაც მიდიოდა გადაჯგუფებები ხო ამ შემდეგ. პაატა, მინდა ახლა კვლავ კითხვით შენთან გადმოვიდე. ეს პოზიცია ვის მიერ იყო გამაგრებული? მხედველობაში მაქვს იუნკრები, ვისი ხელმძღვანელობით იყო, ვისი სექტორი იყო ეს და რომელი ცნობილი იუნკერი შეეწირა აქ გამართულ ბრძოლას? 24-ში, აი კონკრეტულად ამ სანგარში იყო ქუთაისის პირველი ბატალიონის 1 ოცეული. რაც შეეხება იუნკრები იყვნენ ტაბახმელის ბაღში გამაგრებულები, როგორც რეზერვი და როდესაც მოწინააღმდეგე აქ ამოვიდა, მათ დაიწყეს მოძრაობა ტაბახმელას მიმართულებით და აი ამ გორაკისით მოხდა ხელჩართული ბრძოლა იუნკრებსა და აღმოსავლეთის კურსანტთა მებრძოლებს შორის. მეთაური იუნკრების იყო მაიორი გარდაფხაძე და 3 იუნკერი დაიღუპა ამ ბრძოლაში და 15 დაიჭრა. მათ შორის დაიჭრა სამივე ოცეულის მეთაური. ერთ-ერთი იუნკერი, რომელიც საზოგადოებამ იცის, რომელიც ამ ბრძოლას შეეწირა, იყო შალვა ერისთავი. ის კონკრეტულად ამ ადგილებში შეეწირა თუ სხვა ადგილას იყო და ერისთავი დანარჩენ იუნკრებთან ერთად გადმოვიდა ტაბახმელადან და აი გორაკის იქით გაიღუპა სატყვიამფრქვევის პოზიციასთან ახლოს. მოდით მივიდეთ იმ ადგილას და ვნახოთ და ასევე აღვწეროთ თუ რა ვითარება იყო მაშინ იქ და როგორი საბრძოლო მოქმედება იყო, რა დროსაც დაიღუპა ერისთავი. პაატა, ჩვენ კიდევ ერთ პოზიციაზე ამოვედით ახლა, სადაც არის დაკავშირებული ერთ-ერთი იუნკერის გარდაცვალება, საუბარი მაქვს ერისთავზე. რა ვითარებაში დაიღუპა და როგორი სამხედრო დაპირისპირება იყო აი ამ ადგილებში? აი ჩვენგან დაახლოებით 300 მეტრში გზაჯვარედინთან იდგა ჩვენი артиლერია და როდესაც აი ეს მეოთხე პოზიცია აიღეს რუსებმა, წამოვიდნენ აი მიმართულებით, აქაც მეოთხე პოზიცია აქ თავდებოდა და დაიწყეს შეტევა ამ артиლერიისტების წინააღმდეგ და იუნკრები გადმოვიდნენ ტაბახმელას ბაღიდან და აი ამ ადგილას მოხდა ხელჩართული ბრძოლა აღმოსავლეთის კურსანტთა ბრიგადას იუნკრებსა და артиლერისტებს შორის. ჩვენებმა დაამარცხეს მოწინააღმდეგე და აი ამ გზის დაყოლებით და აი მეორე მხარეს რუსები გაიქცნენ და აი ამ ადგილას დაახლოებით აი ამ ადგილას ეს ვიცით რუკიდან გამომდინარე, ვინც ამ ბრძოლას უყურებდა, იმან დახატა. აი იქ იდგა სადღაც ტყვიამფრქვევი მოწინააღმდეგის, რომელიც ამ უკან დახევას ფარავდა და აი იქიდან გახსნა ცეცხლი. და ამ დროს დაიჭრა 20 მეთაური, ვინც წინ მოდიოდა შეტევაზე იუნკრების. ერისთავი იყო ფეხბურთელი და აი მიმართულებით შემოურბინა, აქ არიზონა არის და არ ჩანს ქვევით რა ხდება და ასე თქვა ზედაად გამტყვიამფრქვევს, მოკლა იქ მემიზნე ოფიცერი და აი სამწუხაროდ სავარაუდოდ აი იქიდან ნასროლი ტყვით აი ტყვიამფრქვევთან დაიღუპა. ეს იყო ის ჰეროიკული ეპიზოდი, რომელიც საქართველოში ბევრმა იცის და აი ამ ადგილას მოხდა ეს ყველაფერი. ახლა ჩვენ ვსაუბრობთ ერისთავზე, იუნკრებზე, რომლებიც ასე ვთქვათ, ახალბედა სამხედროები იყვნენ. მოდით ერთი-ორი სიტყვით ვთქვათ, როგორი ტიპის სამხედრო შენაერთი უპირისპირდებოდა წითელ არმიას და მოწინააღმდეგის ძალები და დამხტური თავდაცვის ძალები, როგორი ბალანსი იყო ან დისბალანსი იყო?
დაახლოებით 3-ჯერ მეტი იყო მოწინააღმდეგე თბილისთან, 10-12,000 იყო ქართველი მებრძოლი და 30,000-მდე იყო მოწინააღმდეგის. ამ სექტორში დაახლოებით 20 ქვემეხით მოქმედებდა მოწინააღმდეგე და ძირითადი დამწყმელი ძალა ტაბახმელაში იყო აღმოსავლეთის კურსანტთა ბრიგადა, რომელიც ახალგაზრდა მებრძოლები იყო, მათი იუნკრები, ასე ვთქვათ. და სწორედ ისინი შემოიჭრნენ ამ პოზიციაზე და აპირებდნენ ტაბახმელას აღებას და იქ ზაგადაუღობეს იუნკრებმა და იუნკრები იყო ქართული სკოლის პროდუქტი, მთლიანად საქართველოში დაბადებული და ფეხზე დამდგარი ძალა და აქ დაამტკიცეს, რომ ის გზა, რომელიც მაშინ ჰქონდა არჩეული ხელმძღვანელობას, აბსოლუტურად სწორი იყო, იმიტომ რომ სადაც ნებისმიერ მოწინააღმდეგეს იყვეს ცხენოსანი, ქვეითი თუ მათი კურსანტები ყველგან დაამარცხეს და გადარეკეს უკან. თუმცა რამ განაპირობა, ასე ვთქვათ, იუნკერთა მარცხი? იუნკრები აქ არ დამარცხებულან, უკან დახევა გამოიწვია მოწინააღმდეგის უპირატესობამ ცხენოსნებში და ცოცხალ ძალაში. აი მანგლისის მიმართულებით მე-12 ცხენოსანი დივიზია და აიქიდან ავჭალის მიმართულებით მე-18 ცხენოსანი დივიზია იწყებდა მანევრს 25-ში და დაახლოებით 4000 ცხენოსანი გადიოდა ჩვენი ძალების ზურგში მცხეთასთან და იკეტავდნენ ალყას. და კვინტაძემ გადაწყვიტეს ფრონტი დაემოკლებინა, დაიხია უკან, არ მიეცა მოწინააღმდეგეს ალყაში მოქცევის საშუალება და ასე ვთქვათ, დიღმის ველზე უნდა შემოეტყუებინა, სადაც თვითონ გადავიდოდა კონტრშეტევაზე. აკადემიურად ეს სწორი იყო, მაგრამ ქართველებმა და ხალხმაც და ჯარმა ჩათვალა, რომ თბილისში დავმარცხდით, თბილისს აღარ ვიცავთ და აღარ უომიათ ხაშურამდე. აი ხაშურში გაიმართა მეორე დიდი ბრძოლა შემდეგ. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ საუბრობდით ბაზნიაშვილის სახელობის ლეგიონის დამფუძნებლებთან, პაატა გიგაურთან და გაგინ არტყოშვილთან.